ადამიანი გამოფიტულია. ნაზამთრალია, რასჭამ და რავსვამ კიდო კაც მარიცის. ამაზე უფრო ჯანმრთელს, რასაც მინდვრის ხალი ქვია, ადამიანი ამ სეზონზე ვერაფერს ვერ შეჭამს. ეს ხდება 2 კვირის მანძილზე. 2 კვირის მანძილზე. ახალ წამოსული მინდვრის მხარე. მე აბალა ხდება და არ ვარგა. მაგ ამბავს მოწავართმევთ იმერლებს, ეგ იმერული ამბავია და იყოს იმერლების რომ გითხრა ახლა მომენატრება და მომწონს და გიждები მეთქი არა, მაგრამ წამლად ადამიანმა თუ კი ამის საშუალება ოდნავ მაინც აქვს, უნდა მიიღოს ერთხელ მაინც სეზონზე. იევ საკვებში მხოლოდ აქ. ხო, ია. ბალბის ფოთოლი, ჭინჭარი, რომელიც ჩემი აჭარლებისგან ვიცი რომ საუკეთესოა დაქუხებამდე, სანამ დაიქუხებს მანამდე. ბაბუაწვერა გვაქვს აგერ, თიკნის ყურა გვაქვს, ღოლოს ფოთოლი გვაქვს. ამას ახლა ბევრი გაწურო ხო იცი არ უნდა, იმიტომ რომ თავისი შენი უნდა ქონდეს. ხიზგობით გაგიმზადე. დიახ. რომ გითხრა სუნზე გადავირიე მეთქი არა, ვერ მევიტყვი. ხო, მაგრამ ძალიან უყვარს. აი ამას ასე ზური ყვამას ხო იცი თავისი საკეტი აქვს სპეციალური. მაგრამ ვერლები ხომ არ ვარ. კაცო, საერთოდ გეუბნები, მაგრამ თემში და ესე, ნახე, და თავისი წესია ამას. ერთ რამეს გეუბნები ნინო კიდო. ნუ შემჭამა ამ ხალხმა, მე მზარეული კი არ ვარ. გასაგები. გაფრთხილე შენი ხალხი, რა ფერც გინდა ისევე, ნუ შემჭამეს მე, აგი ისე უნდა და იგი ასე უნდა, არ ვიცი მე. ჩვენ როგორც ვიცით ისე ვაკეთებ. ჩვენ ვიზახი შენ, მე რა ვიცი, ხალი დღემ შენ გამიკეთებია. გააფრთხილე შენი მაყურებელი, რომ მე ნუ შემჭამეს. რა ვქნა, მითხარი როგორ გავაფრთხილო? ხელწელს ხო არ ჩამოვართმე. გელაპარაკო შენ, მე ნუ მელაპარაკებია. მე რა ვიცი, საჭმელის ჭამა ვიცი მე. აგი რა მეიტანე რაც ხავ ვედურებ. აი ეს არის კიდე მხოლოდ იმერული. ამას ქვია კლახი. ბოლო ნაბორავე გოგრები რო დარჩება ხანაში. უნწიფარი. იმას დაათლიან, აი ეს სპირალისებურად და ახმობენ. ახლა გამხმარი ამას ჩაკრიან. წამოადუღებენ და ბოლომდე არ უნდა საერთოდ ცოტა კნატუნა უნდა იყოს. იმერლებს საჭმელი და სასმელი ეშინელებენ. ასუნელებენ. ძმრით და წიწაკანი უგებ. სახელი კი მომწონს. ვახიწელა. მაგრამ აი არ გვინდა რა. მაგის გაშინდო არ მინდა. იმერეთში რო ვიქნებით იგინებ ჭამს. კი ბატონო, მაგრამ ძალიან გემრიელია. აი დააყარე ხა მაინც. მაცადე ერთი წამით კარგად ჩავკეპო და მე შევკეპავ მაგითი. მაცადე. წვადილი არის ნაზი და ადვილად იქნება და მაცადე ჯერ ნიგოს იმას ვიზამ შევაყრე. 1 კილო ხას მიდურს ხას იჭიზდება 1 ჭიქა ნიგოზი. მოდის ისე ნიგოს რასაც დააყრე ყველაფერი კაია. არ ეყოფა 1 ჭიქა ნიგოზი. 1 ჭიქა? ჩვენ მეტი უქნათ. ესა კი ბატონო, გეჩვენება რა. ახლა ხალი ჩამოდა კიდე უნიბზო. ვინ ყავს უფრო? შენ გონ ძმარი არ უნდა ხო მაგ ხალხს. ზოგი უშვება ძმას, ზოგი არა. იცი რამე კონკრეტულიზე, თუმცა მეუბნებიან რომ ჩვენთან იმერეთში არ უშვებით. და რახან იმერულ კეთს ვაკეთებ და იმერული კლასიკა. გავუკე. ისე ფლატ ვიტამინი კია, ფლატ თავიდან ბოლო. სასარგებლო. დააყარი ახლა იმ წვანილი გეყოლამდე. მაცადე 1 წამით რა არ მინდა ღერები ჩამდეს, აი. ამდენი პოტი კი არ მაცადე რა ნიგოზი კიდე უნდა და ჩემი ხმელისა. წიწაკა უნდა კიდე. აგერ გახ წიწაკაც არ მომზადებ. აჩემო ბატონო. თან არ უნდა დავამწარო. ხახვი არ უნდა? აი გამზადებული მაქვს აგერ ჭლაყვი, წვანი. იგი რომ ამ წარე ხახვი და წვრი. აი ეს არის ნიორი ახალი, ცოტა კამა და კინჭი რა თქმა უნდა. და მხარი საერთოდ უნდა იყოს თანაბარი რაოდენობით. თუ გინდა რომ მინახავს მე და ცოტა წვნიანი რომ იქნება ახლა მე იმას დავუმატებ, ნახავში ხო შენახული გვაქვს. ნელ-ნელა, იმიტომ რომ ნიგოზი ხო ასქელებს. დამიმატე, შევ მეტი არ გვინდა ცოტა ხანი. აჰა. აბატონოჩი. ეცა დააყარე იმ წვანილი. მეიტანი გადმოაყუდოთ მე მაგით. მაიცადე რიგრიგობით იმავშვები, რატო დავაყუდო? ამდენი წვანილი კია ფლატ ვიტამინის. და თვითონ ხალი რა არის? გეიხარეთ იმერლებო, გეიხარეთ. აუცილებლად. ესე იგი რაურები ახლა მაგაში. მე რაც ვიცი, თიკნი ყურა. დაქვია იმას, კბილები რომ აქვს ასე. ბაბუაწვერას ფოთოლი ურევია, ია-იაულევია, მოლოქი ურევია, ფურისულას ფოთოლი ურევია. ერთი 15 ბალახი გია. კი, დღეს რაც მოვიტადო, მაგრამ ამბობენ რომ უფრო მეტი შეიძლება. აი თანდათან რაც შემოემატება და თავარი ჭინჭარი. ერთი წიგნი მაქვს მე, ბროშურა პატარა საბჭოთა დროს გამოსული, ქვია საქართველოს ველურის საჭმელი ბალახები. 180 დასახელება არის იმ წიგნში. ცოტა მოდი დამიმატე წვენი. აჰა, მოგინდა წვენი ცხელია, ბო. კი, შევშურებეთი არა.
ნელ-ნელა სად გვეჩქარება? მარილი დამიყარე ახლა. ხო, ეგ არის ყოფა ცოტა. ზურა მარილი ძმრიანი არ გიყვარს, ხო არ უყვარს მარილი. რა ვიცი, ამბობენ არ უნდა უთვარა. თუ გინდა უქენი მე რა. მე მაინც ვერ მივხვდები რა ფერი ჯობია ისა რომ არ ვიცი. ჩემო ბატონო. კაია, მე მგონი ცოტა გეუნდა მიმოწვე. კი უნდა უცილო. მიდი. აი. არა წიცა, ნახე თუ აწვივის. ისე ჭინჭის ხოსტუნა მითიაკეთებენ, ხო იცი, მხოლოდ ჭინჭას. ხინძით და სიმინდის ხვილით. ჩემი აჭარლები მარაგიან ხალხს უძახიან, დაკუხებამდე კრეფენ ჭინჭას და რძით აკეთებენ, ნაღებით და რძით. ბატონო. და გიყვარს ისა. დასაწებად კაია და ეთერო თათარაიძემ იცის კიდე თუშური ბალახებით საწება იქვია. საწება. და იმას ესე მიუწებენ, ცოტა ლორწოიანია და მიუწებენ ჭაც. კარგად გაწურულ მინდვროს ფოს უმატებენ ყლებს და აცხობენ კიდე, მაგასაც აკეთებენ თაში. ეს რადგან იმერლების საპატივცემულო თხელი გავაკეთეთ, ა? ესე იგი მინდვრის ფხალი, ახი წელა და იმერლი ჭაჭი. ეს მე ვიგებ იმერლების გულს. ეს იმერლების დღეა დღეს. ამით დაგიდებ რა. არ მინდა მე ყოლა. შენს დაგიდებ. არ მინდა მე მაცადე. აბაგასი. მარილი უნდა? ნინო. სისხლში მიდის. იზაპი. ხო, ვიცი. ყველა უჯრებს გივს. გიცოცხლებს. ჰემოგლობინი ცავსე. C ვიტამინი ცავსე. და გიმღერის რომ ახალი სიცოცხლე მოვიდა კიდე. გაზაფხულის გემოა. გაზაფხულის გემოა. ციტაკა დაუმატო. ცოტა უნდა მარილიც უნდა ციტაკა. ხო და დაუმატებ შეხედე რა ლამაზია. მარილი მომეცი? ბევრი ხო არ იქნება? არა. ნუ ეწყინება ჩემს იმერლებს და ინდაურების საჭმელი მახსენდება ბურიაში. მეც ასე. მაგრამ ვირევი თქვენი გულობიზა. ნახე. ჩვენისთანა პურმარილი არავინ არ იცის. ნახე ხო მე ასე ვაჭრო და ჭუკ. ასე ყველი რა იცი რა მახსენდება? ხელზე რომ ასე ტიკნიდან საყვარელი. აი ესე ხელის გულიდან აჭრებ და ზოგი. მაგრამ ძალიან კარგი რამეა ზურიკო. მეგონი და დღეს გეიფსება გარდენია ვიტამინები. ყველა გამომრებს ვაჭამოთ იმდენია ერთი გობია. და სარევი.